გამოშვება სპორტის სიახლეებით განვაგრძელდა UEFA სუპერთასი თბილისშია. სასტუმრო რედისონში თასის წარდგენის ოფიციალური ღონისძიება მოეწყო. შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და დედაქალაქის მერი დაესწრნენ. მატჩის საორგანიზაციო ჯგუფმა დაამსვეს საზოგადოებას სუპერთასი წარუდგინა და მათთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით თბილისში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებსაც ჩამოიტანენ. ივლისში კი სუპერთასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური ტურნე მოეწყობა. დედაქალაქში დაგეგმილი UEFA სუპერთასის ბილეთები ივნისიდან გაიყიდება, მატჩი კი დინამო არენაზე 11 აგვისტოს ჩატარდება. ეს არა მარტო ფეხბურთის, სპორტის მოყვარულთათვის ღირსშესანიშნავი და შთამბეჭდავი მოვლენაა. ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი ნაბიჯი საერთო ევროპული ოჯახისკენ. დიდი მადლობა თქვენ მატჩის ორგანიზატორებს, აქ საქართველოს დედაქალაქში ჩატარების ინიციატორებს, თბილისის მერიას, ფედერაციას, თითოეულ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დიდ და დასამახსოვრებელ სპორტულ ღონისძიების ორგანიზებაში. დინამო სტადიონის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში ჩვენ 14 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული. ამ თანხით ფინანსდება როგორც კონსტრუქციული ნაწილის გამაგრების, ასევე სკამების შეცვლის, ტაბლოს შეცვლის, IT სისტემის მოწესრიგების და ყველა სხვა სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს სტადიონის ტერიტორიაზე. მოხარული ვარ, რომ სუპერთასი უკვე ჩამოვიდა, ჩვენ გვაქვს საშუალება გავაკეთოთ ამის პრეზენტაცია. ველოდებით ლიგა ჩემპიონების და UEFA-ს თასის მოგებულებს და როცა ჩამოვა ის ორი თასი, სამივე თასი დაიწყებს რეგიონალურ ტურნეს.